საქართველოში ამერიკული ფარასმსგავსი კანონმდებლობის ინიცირების საპასუხოდ USAID-მა ამბოხებების მოწყობა სცადა და საპროტესტო აქციების ორგანიზება შეძლო. აცხადებს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი ჩინოსანი მაიკ ბენცი. მისი თქმით, სწორედ USAID-ის დაფინანსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა გამოიყვანა ხალხი ქუჩაში, რადგან მიღებული გრანტების გამჭვირვალობა არ სურთ. მაიკ ბენცის თქმით, USAID-ის არასამთავრობოების ქსელი ფერადი რევოლუციების ამავე სახელმძღვანელოს ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებში იყენებს. ფერადი რევოლუციების სახელმძღვანელო არა მხოლოდ მთავრობების დამხობის და დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტების გადაყენებისთვის გამოიყენება, როგორც ეს მაგალითად უკრაინაში გავაკეთეთ 2014 წელს და კიდევ ათობით ქვეყანაში, არამედ ის გამოიყენება კანონპროექტების შესაჩერებლად სხვადასხვა ქვეყანაში. სწორედ ამის გამო დაქირავებული ამბოხებები და ქუჩის პროტესტები მოეწყო საქართველოში და სერბეთში, ასევე სლოვაკეთში, რომ შეეჩერებინათ ფარას სტილის კანონპროექტის მიღება ამ ქვეყნებში. უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტით ამ ქვეყნებში არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთაც USAID აფინანსებს, უცხოურ აგენტებად მოუწევდათ რეგისტრაცია, ისევე როგორც ეს ჩვენთან მოეთხოვებათ ამერიკაში. ამიტომ USAID-ის დაფინანსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ხალხი გამოიყვანა ქუჩაში მასობრივი პროტესტისთვის. ზუსტად იგივეს გაკეთებას ცდილობენ ახლა შეერთებულ შტატებში, როცა USAID-ის დახურვას ან არალეგალების დეპორტაციას აპროტესტებენ, რადგან მე მჯერა, რომ USAID მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნარკოტიკებით ვაჭრობაში.